როგორც ჩვენ უკვე განაცხადეთ, დღეს არის პროტესტის 42 დღეა, ვითარება უცვლელი არის. დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მოქალაქეები აქ ისევ გამოვიდნენ, როგორც 28 ნოემბრის შემდეგ და ისინი აქ მოსულით ადასტურებენ, რომ კვლავ რჩებიან იმ მთავარი მიზნის დასაცავად, რომ მათი არჩევანი და მათი მიზანი არის ურყევი. ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, ვიდრე არ შესრულდება მათი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე თელმა ქვეყანამ, რომ ეს არის რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, რომლის გარეშეც ყველას აქ მდგომებსაც და იმათაც, ვინც აქ არ არის, წარმოუდგენლად მიაჩნია ამ შექმნილი ვითარების განმუხტვა და ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარება. დავით გორგილაძეს ვხედავ ახლა მე აქ და მასაც შევაფასებია. დავით უკვე 42 დღე არის, თუმცა ადამიანებს არ ბეზრდებათ აქ გამოსულა არ იღლებიან და მართალია ისინი დღისით სამსახურებში დადიან, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი სამსახური ახლა არის აი აქ პირველ ადგილზე დგას ეს ვინაიდან ეს არის ქვეყნის სამსახური. იცით რა, მე მგონი რომ შეიძლება დაიღალა კიდეც, შეიძლება მობეზრდა კიდეც, მაგრამ მთავარი გარდამტეხი მომენტი მე ასე ვფიქრობ. არის სწორედ ის მომენტი, როცა ადამიანები მიხვდნენ, რომ დაღლაზე და მობეზრებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის ახლა გასაკეთებელი და რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს გახლავთ ამ ქვეყნის გადარჩენა. და როცა მომობთ ამ ქვეყნის გადარჩენას, რა თქმა უნდა გულისხმობთ რამდენიმე შესასრულებენ ამას. ანუ რაც თავარია იმ დღესასწაულებმა, რომლებმაც ჩაიარა, ვერ დაავიწყა აი ამ ადამიანებს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ რეჟიმს ახლა ტყვედ ყავს აყვანილი უამრავი ადამიანი და რეჟიმმა ჩვენ როგორც დემოკრატიულ ქვეყანას მოგვპარა მთავარი რამ, ხმის უფლება და არჩევანის თავისუფლება. და ეს პროტესტი ვერ გადაწყდა, ასე ვთქვათ, რადგანაც ამ პროტესტმა არ დაივიწყა, რომ რეჟიმისგან ტყვეები გვყავს გამოსახსნელი და ჩასტარებელი გვაქვს ახალი არჩევნები. ანუ რამდენადაც არ უნდა იგრძნოს ტანმა დაღლა, ან გონებამ გადაღლა, ან მობეზრება, ან რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ცდუნება, რომ სხვა რაღაცაზე გადაერთოს ადამიანი. მე მგონი, რომ ის მომენტი უკვე ჩავლილია, როცა ეს პროტესტი შეიძლება რომ გაჩერდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ საბირწონეთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები დგას. ქართული ოცნება ამასობაში ცდილობს, რომ არაფერი არ შეიმჩნიოს. ერთადერთი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ტყუილების კონვეირული მომზადება და გამოშვება. ამ ტყუილების უმეტესი ნაწილი არის ან მკვდრად შობილი, ან უკვე ვადაგასული. მოკლედ, შეუძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელსაც თავი ყავს გამოცხადებული ხელისუფლება და სინამდვილეში ეს არის მათი ილუზია, მათ მიტაცებული აქვთ ეს ხელისუფლება, შეუძლებელია, რომ კატასტროფის გარდა ქართულმა ოცნებამ რამე დამართოს ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც თუნდაც ხმა მისცა, მათ 26 ოქტომბერს ამ ადამიანებმაც დაინახეს ქართული ოცნება რამდენად დიდი ბოროტება. ასე რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან თვითონაც უნდა ხვდებოდნენ, რომ არის დაუყოვნებლივი გათავისუფლება ტყვეებისა და ახალი არჩევნები. ასე ფიქრობს დავით გორგილაძე, აზრი კითხოთ ასევე, თუმცაც თქვენ ხედავთ რაზე ყოველდღე პრაქტიკულად ძალიან ხშირად ხართ ამ აქციის მონაწილე და თქვენი სათქმელი რა არის ქართული ოცნებისათვის, არალეგიტიმური ხელისუფლებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც სხვათა შორის დღეს კონგრესში უნდა დაინიციდეს, უნდა იმსჯელონ დოკუმენტზე, რომლის სახელწოდებაც არის სწორედ ქართული ოცნების არაღიარების აქტი. მოგახსენებთ, დღეს საქართველოს სავსე არ რწმენით, შენების რწმენით და ამ რწმენით სავსე ხალხს შიშით და შიშების შიშით უკან ვერ დახევ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტროას ცხენივით შემოგვიგორეს შიშიმ შიშარა ფულით ნაკვებმა ავაზაკებმა. ოხერია შიშის შიში ბუას ძახილი. როგორც მახვილი მჭრელია და აპობს იმშვიდეს. გვალვის შიში თუ არ თესე, აბა რაღაც უნდა იმკიდე. მგლის შიშით ცხრების გაწყვეტამდე მივედით, ძმებო. ცხვისი ფასკუნჯი, ჩემი ხორცით როდემდე ვკვებო. ჩიტო ჩიორაოს. რაო კი არა, ერთადერთი უნდა ჰქონდეს მკვეთრი პასუხი. ამბოწყდი მელა, ყვარებელი ზედ მოყვეს ყველა. თუ ილუზიით თავს იმშვიდებ, რომ დანარჩენ ბარტყებს უშველი, არ დანაყრდება ერთი ბარტყით მელას ორთავა.
ჩასახეთ ქილოთი მუცელი. რომც დაიფიცოს მატყუარა ფუმფულა კუდი ქრონიკულად დამშეულია შემყურე ბუდის. როდემდე უნდა ჩავძახოდეთ რაო ბატონოს, რამდენ უმწეო ბარტხს მოუწევს მელას ნაყრება. ყველა სფეროში ნაძირლების ვნახეთ ბოგინი ტახტებზე ასვლა და აღსაყდრება. გასაბჭოებულ მენტალობას არაფერი შერჩენია ქართული სუფთა, ო საქართველო სათარეშო მოოლიგარქო, ოქროს მოყვარე წაწმედილ სულთა. დოღია, აქ იმდენი ტროას ცხენია, ბნელ, საფრთხეებს დაათრევენ მყრალი ფაშვებით. რა გვეწყინება რაც აქამდე ჯერ არ გვწყენია მომხვეჭელები იხვეჭენ და თან თავაშვებით. ფეოდალები ცელმარჯვებით თიბვენ თაობას. თაობა მზისკენ მიისწრაფის, ცელის ქვეშ ცელქობს, ზრდის გამოთქვამს, სურვილს, მზაობას, არ კვევს რაობას, როგორ ჩაწვდეს ძველი ფესვით ერის გენიას, საუკუნეთა მანძილზე რომ გადამრჩენია იმიდენტობის, რომ ვერ ძლია მონღოლ, თათარ, სელჩუკ ქისტებმა, რუსმა თუ როსის მოთითხნილმა კომუნისტებმა. ჩაწვდება კიდეც, რაკიცაში მზეეგულება ფესვ ჩაყოლაც არ ერთულება, ჩაყვება ღრმაში, ძირიდა რომ ზომოს კენწერო, ღამის საჯღაპნი არ გახადოს დღის საფერმწერო, მინერალები ამოზიდოს გავლით ქსილემის, ამოტანადდეს როგორც სქების ღაპრულ ირემით და ასეთ ქორბუ და ირემს არეშინია ატროვებული ავაზაკების ფულით ნაკვები ტროას ცხენების, შიშების შიში ვერ დაჯაბნის რწმენებს შენების. ამიტომ ჯობია მიხვდნენ ამას დროულად და მიუშვან ქვეყანა ამ რწმენაში განვითარებისკენ. მადლობა თქვენ. ესეთი პოეტური გზავნილი აქვს ჩვენს რესპონდენტს ზაზას ქართული ოცნებისადმი. მოდით ვკითხოთ ასევე აქ მყოფ მოქალაქეებს აზრი შევაფასებინოთ. აი მაგალითად საბა ბრაჭველს ვკითხავ, საბა შეიძლება შეგკითხავთ. მაშიც მაქვს პრობლემა ის კი არა. დღეს ჩვენ ნახეთ საბა დასავლეთის მხრიდან მორიგი გზავნილები მოვისმინეთ, მათ შორის მაგალითად გასა იუკნევიჩიანემ განაცხადა რომ ქართული ოცნება ეს არის დემოკრატიის სირცხული, ასევე ჩვენ გავრცელდა ინფორმაცია Fox News-ზე დაყნობით რომ კონგრესში უნდა იმსჯელონ იმ აქტზე, რომელიც არის ორპარტიული და რომლის სახელწოდებაც არის ქართული ოცნების არაღიარების აქტი და ამ დოკუმენტში ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არის ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ ასევე უნდა აიკრძალოს ურთიერთობა საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, რომელსაც მართავს ივანიშვილი ან მისი რომელიმე მარიონეტი და ეს პრაქტიკულად საერთოდ აბათილებს თუ არა ქართული ოცნების იმ მოლოდინებს, რომ 20-იანვრიდან თითქოს და ისინი შეძლებენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაალაგებას და ზოგადად როგორც ხედავთ დასავლეთი ამ თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის გვერდით. ის გარემოება რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ქონათ ძალიან არასწორი მოლოდინები 20-იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, ეს ჩანს მათივე განცხადებებიდან. თავიდან ისინი ამბობდნენ რომ აი 20-მდე მივიდეთ და გვეშველება, შემდეგ ამბობდნენ რომ აი შეიძლება რამდენი თვე დასჭირდეს და ეხა რაღაცა განცხადება დღესაც გამოაქვეყნეს, იქიდან ჩანს რომ 20-იანვრის იმედიც აღარ აქვს. ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ ამერიკაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა არის ორპარტიული, ამას მხარს უჭერს როგორც დემოკრატების ისე რესპუბლიკელების პარტია და ისინი იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც ქართულ ხალხს გააძლიერებს. მათ შორის არის ეს არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარების აქტი და ერთი რისი თქმაც მინდა არის ის, რომ თუ ვინმე საინტერესო ამისი პარალელები ზუსტად ასეთი რეჟიმის არაღიარების აქტი მიიღეს 1 წლის წინ სირიის ასადის ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ასადმა როგორ დაამთავრა, ჩვენ ეს ვნახეთ ძალიან მალე ამ აქტის მიღების შემდეგ, ხო? ამიტომ უბრალოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსები გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ ქვეყნის ამხელა კრიზისის შეყვანა არ შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო შენს წინააღმდეგ არის. მადლობა. ეს ვითარება არის რუსთაველის გამზირზე, რომელიც უკვე 42 დღე არის გადაკეტილი. მე ვეცდები ასევე აზრი ვკითხო სტუდენტებს, რომლებიც ბუნებრივი არიან ამ პროტესტის აქტიური მონაწილეები. აი თქვენი სათქმელი რა არის? თქვენ რატო გამოდიხართ აქ? რატომ უერთდებით ამ პროტესტს და რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, როგორც სტუდენტისთვის, ქვეყნის ევროპული მომავალი და რაც შეიძლება დაჩქარდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია?
ყოველ ჩვენგანი აქ დგას იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ უხეშად გააყალბა არჩევნები და აგრეთვე უარი თქვა ევროპულ გზაზე, რაც არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გზა. ჩვენი წინაპრები მუდმივად ისტრაფოდნენ ევროპული სივრცისკენ და მრავალი წინაღობის გამო ეს ვერ მოხერხდა და ამჟამად როცა გვაქვს რეალური შანსი, გავწევრიანდეთ ევროპის კავშირში და ეს შანსი არის უკრაინის მიერ სისხლით მოპოვებული, ამ შანსსაც გვაკარგვინებს უპასუხისმგებლო მთავრობა, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობა და მისი ხუშტურები. აი აქ ყოფი მოქალაქეების პოზიცია არის პრაქტიკულად იდენტური. ისინი გამოდიან აქ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი პოზიცია, რომელიც აი თვეზე მეტი არის, თვეზე მეტია უცვლელია. ისინი აქ გამოსვლით ამტკიცებენ იმას, რომ არაპირებენ უკან დახევას, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, ვიდრე არ მიაღწევენ თავარ მიზანს და მიზანი, რა თქმა უნდა, ეს რაც ძალიან კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა, არის ევროპული არჩევანი, რომელიც წლების წინ გააკეთა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ და ახლა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საქართველო ევროინტეგრაციას, რაც შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი, განახდეს მოლაპარაკებების პროცესი, ამ ეტაპზე გადავიდეს ქვეყანა, თუმცა ამის მიღწევა მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვიდრე ის ორი ძირითადი მოთხოვნა არ შესრულდება. შესაბამისად, ისინი გამოვლენ ყოველ დღე ხვალზე, როგორც ამბობენ, ვიდრე მათი მიზანი არ შესრულდება, მათი ძირითადი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.